ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამიტომ დააწესა სანქციები, შეაჩერა დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები. რესპუბლიკელი კონგრესმენი შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა. მისი თქმით, რეჟიმი სულ უფრო და უფრო მეტად უტევს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა მას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართული ხალხი არ შეშინდება, აღნიშნავს კონგრესმენი. დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, როგორც განცხადებაში აღნიშნული ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. ბრიტანეთის ელჩი მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნავს ელჩი. ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკლერმა შუამდგომლობა წარადგინა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მაკლერის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია საქართველოს საიმედო მეგობრად დარჩება. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე წერს. როგორც ელჩი აღნიშნავს, მისთვის პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის მიღება. მისივე ინფორმაციით შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს მიერ კრიზისის დაძლევის გზები განიხილეს. ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის 5 მაგის სხვაობაა. მისი თქმით, ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი манипуляცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ირაკლი კობახიძე ბათუმელების დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი ხელშეუხებელია, წარმოადგენს სახელმწიფო სიმტკიცეს და მის მიმართ ასეთი ქმედება ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია. ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს არაბ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შეთანხმების მიღწევას უკვე გამოეხმაურა და ამბობს, რომ მძევლები მალე გათავისუფლდებიან. ერთ-ერთი არაბი დიპლომატის ცნობით, შეერთებული შტატები, კატარი და ეგვიპტე შეთანხმების მიღწევის თაობაზე მალე გავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. მოგვიანებით კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი პრესკონფერენციას გამართავს დოჰაში, რომელზეც შეთანხმების დეტალებს გააჟღერებს. ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მთავრობას მოუწოდებს დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როდესაც მას კენჭისყრაზე გაიტანენ, როგორც ჰერცოგმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა. მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრისა და მომლაპარაკებელთა გუნდის ძალისხმევას შეთანხმების მიღწევაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის მზადყოფნაზე, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იყოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის 2025 წელს დასრულება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის მსგავს სურვილს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან გრძნობს. მისი თქმით, ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთის განსხვავებით არ იციან რა არის ომი. ზელენსკი ამბობს, რომ ევროპას უკრაინული არმიის გარეშე დღეს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს. მან ევროკავშირს მოუწოდა იყოს სამჯერ უფრო პრაგმატული და გაზარდოს იარაღის წარმოება როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის.